მაშინ ტელეკომპანია თრიალეთის თანამშრომლები ნინო წმინდე კოლეგებთან და ინტერნიუსის ხელმძღვანელობასთან ერთად ქოზეფის მამათა მონასტერს ესტუმრნენ. თრიალეთის დამფუძნებლებმა ექსკურსია ტელეკომპანიის საიუბილეო თარიღს დაუკავშირეს. თრიალეთის მარშრუტმა ქოზეფის მიმართულებით გეზი დინიდან აიღო. მომდევნო სახეები და ნანოტრიფი თრიალეთის თანამშრომლებს ტელევიზიის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა ერთი ლამაზი დღე მოუწყეს. ქოზეფის მონასტრამდე საკმაოდ დიდი მანძილის გავლაა საჭირო. იმ გზის მონაკვეთზე, სადაც ტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელია, თრიალეთის თანამშრომლებს დაახლოებით 40 წუთის მანძილზე ხით სიარული მოუხდათ. თუმცა დაღლას მონასტრითა და მის ირგვლივ არსებული მშვენიერებით აღტაცებამ გადაეჭარბა. 75 კილომეტრის გავლა და 4 საათი დაგჭირდა იმისთვის, რომ ნანატრ ქოზიფამდე მიგვეღწია. მიუხედავად დაღლილი სახეებისა, განწყობა ამაღლებულია. თუ საერთოდ თრიალეთის ქედზე ესეთი ადგილი იყო, მეც კი ვიცოდი რა. რა თქმა უნდა, ტელევიზია, რადიო და მუდამ თები, ორი შვენიერი და ძალიან მაგარი. სასაული რამეა რა. ტელეკომპანია თრიალეთის თანამშრომლებმა ქოზეფის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს, ბერებს გაესალმნა და საჩუქრად საკვებით პროდუქტები ჩაუტანეს. უჩვეულო გარემოთი და ტაძრების უნიკალურობით მოხიბლული თრიალეთელები შთაბეჭდილებებს უკვე ვეღარ მალავდნენ. როგორც იცით, 15 წელი შეგვისრულდა, იუბილე გვაქვს და დიდი ხანია ვგეგმავდით ექსკურსიას, გამოგვივიდა, ცოტა დავიღალეთ. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, შემდეგში გავაგრძელებთ კიდევ. აღსანიშნავია, რომ თრიალეთის თანამშრომლებთან ერთად ექსკურსიაზე მათი სტუმრებიც იმყოფებოდნენ. ყველაზე შთამბეჭდავი სტუმრებისთვისაც და მასპინძლებისთვისაც მონასტრის საძვალეში ნანახი ადამიანის თავის ქალები და ძვლები აღმოჩნდა. როგორც სასულიერო პირები განმარტავდნენ, აქ წმინდა მამათა ნეშტის გახსნის შედეგად დარჩენილი ჩონჩხები ინახება. საძვალეში მდედრობითი სქესის წარმომადგენლის ჩასვლა აკრძალულია. ყველაზე ძალიან დამახსოვრდა ეს თავის ქალები, მე არც ვიცოდი ესეთ რამე არსად არ წამიკითხია, რომ ესე ალაგებდნენ თავის ქალებს ადრე. და მე ძალიან მაინტერესებს თბილისში მე და ვინმეს ვკითხო, აი საიდან მოდის ეს წესი და ეს რომელი საუკიდიდან მოდის. პირველად ნახე ესეთი რამე. ყოფილი ვარ, განსაკუთრებულად მომეწონა მამათა მონასტერი, მომეწონა კიდე საზვლე, სადაც აღმოჩენილი იყო მე-16 საუკუნეებში ნაპოვნი ძველი ბერების თავის ქალები. როგორც ნახე თავის ქალებიზე ემჩნეოდა ნაწამები იყვნენ ბერები, თავის ქალებს ემჩნეოდათ გაწეხილები იყო თავის ქალები. აქ მომდინარე წყაროს ქოზეფაში მჟავე წყალს ეზახება. ამასთან ერთად დამთვალიერებელთა ყურადღება ტაძრის წინ მდგარმა 300 სტოლოვანმა ნაზვმა მიიქცია. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ყოველივე ნანახი და განცდილი თითოეული ქრისტიანისთვის უდიდესი მადლია. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ეს მონასტერი არის ძალიან მაღლობზე და თითოეული ჩვენგანი ძალიან დაიღალა, მიმაჩნია, რომ თითოეულმა მართლმადიდებელმა აუცილებლად უნდა ნახოს ეს მონასტერი, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ფასეულობა. აღსანიშნავია, რომ სამონასტრო კომპლექსს კიდევ ერთი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი შეემატება. სარესტავრაციო სამუშაოებში მონაწილეობას თავად ბერები იღებენ. როგორც ხედავთ, ახალი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აიგო მონასტერში და ამ ეკლესიისთვის მზადდება და საერთოდ როგორც უძველესი ეკლესიები გვიჩვენებს, თვითონ ბერების ხელით არის დამზადებული არაერთი უნიკალური ჩუქურთმა და მათ შორის აი ამ მონასტერში ახლა მზადდება. ტაძარში თითქმის ყველაფერი დასრულებულია, გარდა ფრესკებისა. კარგი იქნება თუ ვინმე ღვთისმიერი ადამიანი, რომელსაც ტაძრის კედლების მოხატვა შეუძლია, მადლს იზამს და ტაძრის გალამაზებას წერტილს დაუსვამს. ამ პიროვნებას კეთილი საქმის განხორციელებაში ტელეკომპანია თრიალეთი მხარში დადგომას პირდება. სანამ ესეთ ცხოვრება იქნება საქართველოში და მამები ჩვენთვის და მთელი ქვეყნისთვის ილოცებენ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ქვეყანა საფრთხეა და ემუქრება და ყველა გადარჩებით. თრიალეთის თანამშრომლებისა და მათი სტუმრებისთვის ეს დღე მართლაც უჩვეულო გამოდგა. თითოეულმა მათგანმა წამოსვლის წინ ტაძრის მოსახსენიებელში საკუთარი სახელი ჩაწერა. მომდევნო წირვისას მამები ლოცვაში მათ სახელებსაც მოიხსენიებენ.